უცხო პლანეტელები არსებობენ. ამას ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამბობს. ისინი რეალურები არიან, მაგრამ მე არ მინახავს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბარაკ ობამამ უცხო პლანეტელებზე საჯაროდ ისაუბრა. ამ თემაზე პირველი კომენტარი მან 5 წლის წინ გააკეთა. რეალობა ის არის, რომ არსებობს კადრები და ჩანაწერები ობიექტებზე ცაში, რომლებიც ზუსტად არ ვიცით რა არის. ჩვენ ვერ ხსნით როგორ მოძრაობენ ისინი და ვერც მათ ტრაექტორიას. ობამა ამბობდა იმასაც, რომ როცა პრეზიდენტი გახდა, პირველად სწორედ ის იკითხა, ჰქონდათ თუ არა ამერიკელებს ლაბორატორია, რომელშიც უცხო პლანეტელებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობდნენ და პასუხად არა მიიღო. თუმცა გასულ შაბათ-კვირას პოდკასტის სტუმრობისას მან მაინც ახსენა არეა 51. არეა 51, იქ არანაირი მიწისქვეშა ობიექტი არ არის. თუ რა თქმა უნდა, ეს არ არის რაღაც უზარმაზარი კონსპირაცია და მათ ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ დაუმალეს. არეა 51 საიდუმლო სამხედრო ბაზაა, რომლის არსებობასაც ამერიკა წლების განმავლობაში უარყოფდა. ოფიციალური ინფორმაციით, იქ უახლესი სამხედრო ტექნოლოგიები გამოიცდება, თუმცა არეა 51 ადამიანების გონებაში მისტიური ბაზაა. ყველაზე პოპულარული თეორიების მიხედვით, აქ ჩამოვარდნილი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ინახება. მეცნიერები ცდილობენ უცხოპლანეტური ტექნოლოგიების უკუინჟინერიის გზით აღდგენას და აქედან ხდება კონტაქტი არამიწიერ ცივილიზაციებთან. ობამას პასუხი დონალდ ტრამპმა ასე შეაფასა. მე არ ვიცი ისინი რეალურები არიან თუ არა, შემიძლია გითხრათ, რომ მან საიდუმლო ინფორმაცია გასცა. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. ობამამ დიდი შეცდომა დაუშვა, მან ის საიდუმლო ინფორმაციიდან ამოიღო. მე ამაზე აზრი არ გამაჩნია, მე ამაზე არასდროს ვსაუბრობ. ბევრი ადამიანი საუბრობს, ბევრ ადამიანს ჯერა ამისი. ამ სიტყვების თქმიდან მალევე ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდი ინტერესიდან გამომდინარე სახელმწიფო უწყებებს დაავალა დაიწყონ იმ სამთავრობო ფაილების იდენტიფიცირებისა და გასაჯაროების პროცესი, რომლებიც ეხება უცხოპლანეტურ და არამიწიერ სიცოცხლეს, ამოუცნობ ანომალიურ მოვლენებს და მფრინავ ობიექტებს. ახლა ინტერესის მთავარი საკითხია, რას გაასაჯაროებს ამერიკა. ეს 16 წლის ალისა ტეპლია, პირველი პაციენტი მსოფლიოში, რომელმაც რევოლუციური გენური თერაპიის დახმარებით ლეიკემიის ყველაზე აგრესიული ფორმა დაამარცხა. ნამდვილად მეგონა, რომ მოვკვდებოდი და ვერ შევძლებდი გაზრდას და იმ ყველაფრის გაკეთებას, რისის სურვილიც ყველა ბავშვს აქვს. ადრე 4 თვეს ზედიზედ საავადმყოფოში ვატარებდი. ახლა კი სამედიცინო შემოწმებაზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოვდივარ. საოცარია, რამდენი თავისუფლება მაქვს. ალისას შემთხვევაში მეცნიერებმა დონორის იმუნური უჯრედები გამოიყენეს, რომლებიც ლაბორატორიაში 3 მიმართულებით შეცვალეს. უჯრედები ქიმიოთერაპიის მიმართ გამძლე გახადეს, დაიბლოკა ფუნქცია, რომლითაც დონორის უჯრედები ალისას ორგანიზმს დაესხმებოდნენ თავს, ამის ნაცვლად ისინი ისე გადააპროგრამეს, რომ მხოლოდ კიბოს უჯრედები ეპოვათ და გაენადგურებინათ. ბრიტანელმა მეცნიერებმა მკურნალობის ამ მეთოდს ბაზური რედაქტირება უწოდეს. მეთოდი მეცნიერებს საშუალებას აძლევს დნმ-ის მილიარდობით სიმბოლოს შორის მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული შეცვალონ და უჯრედები გადააპროგრამონ. რამდენიმე წლის წინ ეს სამეცნიერო ფანტასტიკა იქნებოდა, მაგრამ ახლა ჩვენ რეალურად შეგვიძლია შევაგროვოთ თეთრი სისხლის უჯრედები ჯანმრთელი დონორებისგან და გამოვიყენოთ ისინი მათი ძლიერი იმუნური ეფექტის გამო, მათი რეპროგრამირებით და დავალებით, რომ ინადირონ ლეიკემიაზე, როდესაც მათ პაციენტებს უკან გადაუსხამენ. ალისა უკვე 3 წელია სრულიად ჯანმრთელია, თუმცა ის ერთადერთი არ არის. კვლევაში მონაწილე პაციენტების 82%-მა მიაღწია ღრმა რემისიას, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმში კიბოს კვალიც აღარ დარჩა. დღეისათვის პაციენტთა 70% ცოცხალია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. პოპულარული იუთუბერისა და ვრესტლერის ლოგან პოლსის საკუთრებაში არსებული იშვიათი პოკემონის ბარათი $16.5 მილიონ გაიყიდა, რაც მას ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ სავაჭრო ბარათად აქცევს. ბარათი აკუცო ნიშიდას მიერ 1998 წლის კონკურსისთვის შეიქმნა. მსოფლიოში მისი მხოლოდ რამდენიმე ათეული ეგზემპლარი არსებობს. ხოლო ლოგან პოლის ბარათი მიიჩნევა ერთადერთად, რომელსაც აქვს ხარისხის უმაღლესი რეიტინგი 10. ვაჭრობა 41 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და YouTube-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პროცესს გინესის მსოფლიო რეკორდების წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც რეკორდი ოფიციალურად დააფიქსირა. ვინც სოციალურ ქსელში აქტიურია, ყველა მიცის, რომ ეს იაპონიის ზოოპარკის ბინადარი პუნჩია, თავისი განუყრელი სათამაშო ორანგუტანით. პატარა მაკაკა დედამ დაბადებიდან მალევე მიატოვა. მაკაკას ნაშიერები დაბადებისთანავე ეჭიდებიან დედის სხეულს, კუნთების გასაძლიერებლად. თუმცა რადგან პანჩი მიტოვებული იყო, მას ჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა. ბევრი რამ ვცადეთ, პირსახოცებს სხვადასხვა ზომაზე ვახვევდით, რომ მოსახერხებელი რამ გვეპოვა, მაგრამ არაფერი მუშაობდა.
7 თვის შემდეგ იპოვეს ის ერთადერთი ნივთი, რომელსაც პუნჩი ჩაეჭიდა. პრიმატის ფორმის იკიას რბილი სათამაშო. ეს იყო ერთადერთი რამ, რასაც პატარა მაიმუნი ეხებოდა, რადგან ის ვოლიერში მცხოვრები ცხოველების მხრიდან მუდმივი ჩაგვრისა და თავდასხმის მსხვერპლი იყო. სწორედ ამის გამო ის ძალიან პოპულარული გახდა. ახლა დამთვალიერებლები ზოოპარკში სპეციალურად პუნჩის სანახავად მიდიან. სოციალურ ქსელში პუნჩის ნახვამ, რომელიც მშობლების მიერ მიტოვებული, მაგრამ მაინც ასე მონდომებულია, ძალიან ამაღელვა. ამიტომ როცა დღეს მეგობარს შევხვდი, შევთავაზე პუნჩი ერთად გვენახა. ვოლიერში კი სიტუაცია იცვლება. პუნჩს თავისი სათამაშო სულ უფრო ნაკლებად სჭირდება, რადგან მაიმუნებმა მასთან ინტერაქცია დაიწყეს.